ყველაზე ძვირად ღირებული სახეობის ყავა აღმოსავლეთ იავაზე, ინდონეზიის ქალაქ სურაბაის ახლოს იწარმოება. ეს ყავა კეთდება პალმის ცივეტის დახმარებით. ცივეტა პატარა ცხოველია, რომელიც ციხვს გავს. ყავის ეს სახეობა, რომელიც ასევე ცნობილია კოპილუვაკის სახელით, ძალიან უცნაური მეთოდით იწარმოება. ცივეტა ჭამს ყავის ხის ნაყოფს, რომელიც ცხოველის კუჭნაწლავს გაივლის და გამოდის მის ექსკრემენტებთან ერთად მოუნელებელ მდგომარეობაში. ფერმერები აღმოსავლეთ იავის პლანტაციებში ყავის ხის ნაყოფს აგროვებენ. ყავის მარცვლები ტრადიციულად იკრიფება, რის შემდეგაც მათ ცივეტებს აჭმევენ. მას შემდეგ, რაც ყავის მარცვლები ექსკრემენტებთან ერთად გამოიყოფა, ისინი სუფთავდება, შრება და ოდნავ მოიხალება. ყავა განთქმულია დახვეწილი არომატით. ერთადერთი ფერმენტი, რომელიც ცივეტას კუჭში მდებარეობს, ყავას განსაკუთრებით რბილ გემოს აძლევს. ამ ყავის საცალო ფასი 1 ფუნტზე 100 და 600 დოლარია. კოპილუვაკის ყავის მოწოდება ძალიან შეზღუდულია. ყოველ წელს ბაზარზე მხოლოდ 1000 ფუნტის ოდენობით გვხვდება. ამერიკელმა სტუდენტმა რობოტი კაფე X-ი შექმნა, რომელიც საათში 120 ფინჯან ყავას ამზადებს. მოწყობილობა დღეში 400 ადამიანს ემსახურება. სპეციალური აპლიკაციის ან სენსორული ეკრანის საშუალებით მომხმარებლებს საშუალება აქვთ რიგში დგომის გარეშე ფინჯანი ყავა შეუკვეთონ. შეკვეთის გამზადების შემდეგ მომხმარებლები შეტყობინებას მიიღებენ. 24 წლის ჰენრი ჰუს რობოტის ღირებულება $25000 შეადგენს. კაფე X-ი სან-ფრანცისკოში 3 ლოკაციაზეა განთავსებული. კომპანია ბიზნესის გაფართოებას 2019 წელს გეგმავს. უზმოზე ციტრუსის ჭამა სერიოზული დატვირთვა ღვიძლისთვის. ეს ბიძგს აძლევს გასტრიტს. ციტრუსის ჭამამდე ან მისი წვენის დალევამდე მიირთვით შვრისფაფა. ციტრუსი ალერგიას იწვევს. ბანანი განთქმულია მაგნიუმის მაღალი შემცველობით, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს, მაგრამ ნუში ჭამთ მას დილაადრიან, მშიერ კუჭზე. ამან შესაძლოა დაარღვიოს კალიუმ-მაგნიუმის ბალანსი და მოგადუნოთ. საუზმეზე უმიბოსტნეულის ჭამამ შესაძლოა არამხოლოდ გასტრიტს, არამედ წყლულსაც კი გაუწიოს პროვოცირება. მჟავები, რომლებსაც შეიცავს უმიბოსტნეული, აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. იოგურტი ციტრუსივით მავნე არ არის, მაგრამ არც სასარგებლოა. უმჯობესია ის დღის განმავლობაში ან საღამოს მიირთვათ. ცივი წყალი ხელს უშლის საჭმლის მონელებას, ამიტომ ჭამის დროს მისი დალევა არ შეიძლება. დილით ცივი სასმლის მიღება მთელი დღით შეაფერხებს საკვების გადამუშავებას. ადვილი შესაძლებელია ადამიანები, რომლებიც ახლა დიაბეტით არიან დაავადებულნი, ოდესღაც საუზმეს ტკბილეულით იწყებდნენ. დილით კუჭქვეშა ჯირკვალს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის ინსულინის გამომუშავება. ამიტომ მშიერ კუჭზე ტკბილეულის ჭამა დამღუპველია. სისხლში შაქრის დონე არაჯანსაღ ზღვრამდე იმატებს და მომავალში ჯანმრთელობის პრობლემები გარანტირებულია. უზმოზე ყავის დალევა მავნებელია. მშიერ კუჭზე მირთმეული ყავა აღიზიანებს ლორწოვანს და შესაძლოა გასტრიტამდეც მიგვიყვანოს. დილობით ყავა არც ღვიძლს სარგებს. მირთვით ყავა სრულფასოვანი საუზმის შემდეგ. ყავისა და სხვა კოფეინიანი სასმელების ხშირი სმა შარტკენჭოვანი დაავადების პროგრესს აჩქარებს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ვანკუვერის უნივერსიტეტის თანამშრომლები. მათი მონაცემების თანახმად იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 2 ფინჯანზე მეტ ყავას მიირთმევენ, შარდში კალციუმის, მაგნიუმის, ნიტრატებისა და კენჭების შემადგენელი სხვა ნივთიერებების შემცველობა მკვეთრად ეზრდებათ. თუ შარტკენჭოვანი დაავადება გაწუხებთ, ან მისი განვითარების დიდი რისკი გაქვთ, გირჩევთ ყავასა და სხვა კოფეინიან სასმელებს ერიდოთ. მილიონობით ბაქტერიის გარემოცვაშია და ბევრი მათგანი ძალიან საშიშიცა. ვალენსიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შეისწავლეს ყავის აპარატში ყავის მომზადების შემდეგ დარჩენილი ყავის ნალექი. მასში მრავლად აღმოჩნდა საშიში ბაქტერია. კვლევა და ანალიზი ჩაუტარდა ყავის მოსამზადებელ 10 მანქანას და ისეთი პათოგენები, როგორიცაა ენტეროკოკები, ლურჯმწვანე და სხვა ჩხირები, ყველა მათგანში აღმოჩნდა. ყველა ეს მიკროორგანიზმი სხვადასხვა დაავადებების გამომწვევია. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ აუცილებელია ყავის მოსამზადებელი აპარატის რეგულარული და კარგი გარეცხვა გასუფთავება.